600,000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერა ეს მთავარი მოწოდება, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დაუბიგრავი მინიმუმის მექანიზმებთან დაკავშირებით კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაახმიანა. 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო კოდექსში დაუბიგრავი მინიმუმის ცნება შევიდა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 2013 წლის განმავლობაში 600,000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბიგრავი მინიმუმის სახით 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს. დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. 2013 წლის განმავლობაში მუშაობდა დაუბეგრავი მინიმუმის თემა და 2014 წლის 1 აპრილიდან დაიწყება მოსახლეობისათვის ამთახების დაბრუნება. ამისათვის ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი წელიწადში არ აღემატებოდა 600,000 ლარს, უნდა მივიდნენ ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში იმ ბანკებით, რომელთანაც დღეს ჩვენ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. ეს არის სოციალური პროექტი და სახელმწიფოს მხრიდან ეს დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნება, ეს არის დაახლოებით 600,000 ჩვენ თანამოქალაქეზე და საბანკო სექტორი მაქსიმალურად გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას.